მოგვიანებისთვის რედაქციაში ბევრი საქმე მქონდა და შეყვონდი. დიახ, ასეა. დღე ერთია, სენსაციები კი უამრავი. სამყარო კი არა ნამდვილი ჟურნალია. აბანით შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენთან ღმერთის წყალობით შვიდობაა. დიახ, შვიდობა. იცით რომ მუშაობ ჟურნალში პაციფისტური ვარსკვლავი და იქ მიყავს ჩემი საავტორო პროექტი. სახელწოდებით არა ომის. როგორ? არა ომის. კარგია, სწორია. კარგია. იცით, მე ჩავდიოდი იმ ქვეყნებში, სადაც ომი და კონფლიქტური სიტუაციები იყო. და ხვდებოდი ხალხს. საომარი მოქმედებების დროს თუ შემდგომში? რა თქმა უნდა, ომის შემდეგ. ეს კარგია, სწორია. ის ადამიანები უშუალოდ ომში მონაწილენი იყვნენ. მე ვწერდი მათზე სტატიებს, სადაც მთავარი კითხვა იყო რაშია ომის აზრი. დიახ, რა თქმა უნდა. ხვალ მოვიდეს. დიახ, რა თქმა უნდა, იცით, მე ძალიან ბევრი სტატიები დამიკროვდა ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე რომ დავხურო ჩემი ბოლო ფერდი. ჩემი ბოლო სტატიით. და რა კითხვები დაგიკროვდათ სხვადასხვა მხრიდან? არა ომს. იცით, მე გადავწყვიტე რომ ჩემი ბოლო სტატიის მთავარი გმირი თქვენ იყოთ. მაგრამ რატომ მე? თქვენ ხომ ამხელად ჩემი გაქვთ მთელი ცხოვრება. ომის თემებით იყავით დაკავებული. დიახ. შეუძლია წავიდეს. ნახვამდის. მე დამაგვიანდა და სჯობს სხვა დროს ჩავწეროთ ინტერვიუ. სტეპ! არავით არის სხვა დროს. მე როგორც მივხვდი, თქვენ ჩემგან ინტერვიუს აღება გითხრათ. იცით, მე თქვენი ფიქრები და აზრები მაინტერესებს. კი, მაგრამ მოითმინეთ, რა უნდა გიპასუხოთ? ჩემი სამხედრო მოღვაწეობის შესახებ თუ ოჯახზე? არა, იცით? თუ თქვენ დრო გაქვთ, მე რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ და თქვენ მიპასუხეთ, კარგი? არის! დავიწყოთ. ძალიან კარგი. იცით, თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ჩვენი საუბარი დიქტოფონზე ჩაწერო. ჩაწერეთ. ოღონდ გაფრთხილებთ კითხვები, რომელიც სამხედრო საიდუმლოებას შეეხება, მე პასუხს არ გაგცემთ. მსგავსი არაფერი არ იქნება, გეფიცებით, მაშინ დავიწყოთ. თქვენი აზრით, რაშია ომის აზრი? რაღაც სახიფათო კითხვებს ვისვამთ, კი, მაგრამ თქვენი ყველა კითხვა ასეთია? არა, ამაში არანაირი ორაზროვნება არ არსებობს. უბრალოდ მე თქვენი ფიქრები მაინტერესებს და მე მგონი ამის უფლება მაქვს. რას ვფიქრობ ომზე? მაქვს უფლება ჩვენი შეხვედრა არაოფიციალურ შეხვედრად ჩავთვალოთ. მე მომწონს თქვენი წინადადება, დიახ. მაშინ წინააღმდეგი თუ არ იქნებით, წითელი ღვინით გაგიმასპინძლდებით. არა, არ ვიქნები წინააღმდეგი. იცით, წითელი ღვინო ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას. თვით უმეტეს, თუ სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. ესე იგი, მაშინ სადამე რას ვფიქრობ მე ომზე? არა, იცით? რაშია ომის აზრი? ეს იყო კითხვა.
ომის აზრი მის უაზრობაში. ანუ გამოდის რომ ომი უაზროა. არა. ომს აზრი აქვს მათთვის, ვისაც ჭირდება ეს ომი. ხოლო სხვა დანარჩენი უაზრობაა. უაზრობა. კარგი. მეორე კითხვა. იქნებ ომის აზრი. ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნება იყოს. არა, ეს სისულელეა. ჯარისკაცის შემდეგი სიცოცხლე უკვე დამახინჯებულია. რა აზრი აქვს კოჭლი ხეიბარის სიცოცხლეს? ესეთ მშვიდობიან ქვეყანაში. ხო, მაგრამ მას ხომ ყავს მეგობრები, ოჯახი. ჩასვან ელჩი, ან მშობლონ სამსახური თუნდაც არა? ცხოვრეთ თუნდაც სასახლეში და მიეცით მილიარდი. ის ყოველთვის ხეიბარი იქნება, ყოველთვის უაზრო პრინციპებით. მან მიხილა სიკვდილი ყველაზე საზარელ გამოვლინებაში. მესამე კითხვა. თქვენი აზრით, რას გრძნობს ჯარისკაცი სიკვდილის წინ? ფიქრობ, მას ფანტაზიის ბუნტი აქვს და მძაფრი ჰალუცინაციები. იქნების ოჯახს ხედავს, ცოლს, დედას, ან საცოლს. არა, ჯარისკაცს არ აქვს სახლი, მას აქვს მხოლოდ დისციპლინა. მისი ოფიცერი, სადარაჯო, ყაზარმა, თავისი მყრალი სუნი და ომი. რა შეიძლება ნახოს ისეთ მოკლე ხანში? ჯარისკაცმა როცა ტყვიას შეუძლია გააცალოს ნახევარი სხეული. იქნების მშვიდობას ხედავს, ყოველგვარი ომის გარეშე. ეს მოსაწმენია. ის ხედავს შეშინებულ ქალს. დიახ, ეს ქალი მისი ჯილდოა. ჯილდო დაბვრილი სისხლისთვის. ასე თავხედად, რომ ჩახურებს მას თვალებში. ანუ ჯილდო ქალია? დიახ, მას სურდა მტერზე გამარჯვება, მის ტერიტორიაზე გადასვლა და მისი ცოლის გაუპატიურება. დიახ, ეს ჯილდო მისი ქალია, ეს ჩადებულია მამაკაცი 1000 წლეულების წინ. ჯარისკაცის ჯილდო, ეს სიმშვიდეა. ჩემი ქმარი ომში დაიწყო. ფიქრობ, გმირულად. ის 5 წლის წინ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა. მე 3 წლის წინ გადმოვედი. მაშინ გამოდის, რომ თქვენ ჩემი ჯილდო ხართ. თქვენი ქმარი იბრძოდა და ის დამარცხებულია. რა? ალექსანდრე მაკედონელი ახალი ქალაქის მორიგი შტურმისას თავის მეომრებს ავალებდა, რომ არაფერზე ერთმანეთს უარი. მამაკაცი თავისი ბუნებით მეომარია, დამკრობელი. მისი სიხარული ბრძოლისას არა. გაცემული მისი მოწინააღმდეგე არამედ ის, რაც მან დატოვა. მისი მიწა, მისი ქალი. ალექსანდრე მაკედონელის ყოველი ჯარისკაცი, ცეზარის ყოველი მეომარი შესაძლებლობას არ უშვებდა. დამკრბარიყო, დამკრობილი ქვეყნის, ლამაზი ქალების სხეულის წინასწარ. ეს უაზრობა. აი ეს არის უაზრობა. მამაკაცი ბარბაროსი არ არის. ის არის მცველი. აი ეს ომი. უაზრობა. სისუსტეა. ცოდვა?
ნათქვამია. თორაში ნათქვამია. და მოგართვეს მას უკანი შენი. და შენს დახვდი მას. თორაში ნათქვამია. რომ თითოეულ დაცემულ გმირზე 13 ხარც პირდებოდნენ. დიახ და თუ ისინი მიხარებს არ გაწევდნენ. ისინი გადაგეყობებოდნენ ადექით და სემას ისინი. ხო, მაგრამ ომი მხოლოდ გამოვახდი გვაძერჩია. საჭირო! იაკობის წერილში ნათქვამია. რა? ღმერთი. გამოვიტან მახვილ შენსაც და ჩადენის არქივზე. იმიტომ რომ იწმოვა მახვილი, შენ მახვილზე უნდა გახდე. სიღარიბე როგორც ნამდვილმა მეომარმა. ღმერთი არ ჩემთან და არაფრის მე შემია. რა უნდა დამაკლოს ადამიანმა. და ასე იქნება უნდა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. თქვენ ჯერაც იცოცხლე სიკვდილის შემდეგ. ომში სიკვდილზე არ უნდა იფიქრო. ეს ჩემი შვილია უნდა უპასუხო. მოითმინეთ. ბოლოს ცხადობთ. მოითმინეთ. თქვენი აზრით. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ დედამიწაზე მარაც უკეთდეს შვიდობა. შვიდობა გიდათ ომისთვის მოემზადე.